ქართველმა კაცმა ნორმალურმა ძალიან ისე დაწერა მოთხრობა. მოთხრობა იყო იმ შემთხვევაზე, რაც აფხაზეთში მოხდა. ამ ომს ჰქონდა ერთადერთი ახალი წელი. 92 წავიდა, მოვიდა 93. 93 სექტემბერში უკვე ჩვენ დავტოვეთ იქაურობა და ამ ახალ წელს მოხდა ისე, რომ რაღაცნაირად მიულოცეს კიდეც მებრძოლებმა ერთმანეთს. პირველი რიგის მებრძოლები ეს სხვა ხალხია, როგორც გითხარით, ეს ჯარისკაცია, რომელიც ამ მეორე თავის ძიმე სიტყვა ამ შემთხვევაში იმ სამუშაოს ასრულებს, რასაც მეორე მხარის. და ისინი ორივე ტყვიას უდგანენ, ანუ ეს მათი მუშაობაა, ხო? იმ კოლეგას ასე ვთქვათ, პატივცემდა მიცის მისი ყველაფერი და არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ვთქვათ, ჭაბუ ამირეჯიბის ბიჭი სნაიპერმა მოკლა ოჩამჩირის ზონაში, აფხაზებმა ითხოვეს, რომ მებრძოლებმა ესეთი გვირგვინი გააკეთეს და ის გამოუგზავნეს, რომ ეს ვაჟკაცი ბიჭი იყო. ასეთი რამ გაუკეთებიათ ჩვენებსაც. მაგრამ ახლა იმ მოთხრობას უბრუნდები, რომ ერთადერთი ახალი წელი რო ქონდა, მე როგორც მითხრეს, ახალი კაცი იყო, ანუ აღმოსავლეთ საქართველოსდან იყო, ქართველი ბიჭი, რომელმაც დალია ღვინო, იქაც აღნიშნავენ და ახაც არ ესვრიან, მოილაპარაკეს, არ ვისროლ. ხო და მე ძალიან მოუნდა იმათანაც დაელია და აიღო ერთი ისა კოკა, ღვინო, კახური ღვინო და მეორეში ჩურჩხელები. ხო და გადავიდა მეორე მხარეს. და ძალიან გუმის დამდინარე თხელია, თავთხელია, ესე იგი ფონია სულთლიან, ფეხით გადადოს სველდები. მუხლებამ და ცოტა მეტით, მაგრამ სამთარში ისა არ მოდის, არა იმდენი წყალუხვი ისე და გადავიდა და დაუძახა, მოვდივარ მე ვარ, უნდა მოგელოცოთ. იქ ესე იგი იქეიფეს და ერთი საათი, ნუ ახაც იყვნენ და ბიჭები, რომელიც ამბობენ მოკლავენ იმ უბედურს, რა გაბედა, გამთრალი იყო რაღაცები და გაიხედეს რაღაც საათნახევარი თუ ორი შემდეგ მოდის იქიდან, მოაკარდალათი ღომში არის ესე იგი აი ეს შებოლილი სულგუნები და მეორეში მოაკ ღვინით სავსე ესე იგი ისა ბოცა. ეს იყო კალდახვარის ღვინო მითხრა და მოიტანა ასეო ჩვენ აღნიშნეთო ასე ისეო და ნუ რა ვქნათ ესეო მე რომ თქვითო რომ როცა სროლა იქნება უნდა ვესროლოთ ერთმანეთს და ნუ აი ეს ფაქტი იყო ძალიან კაი ფაქტი იყო. ქართველი ციკშიც გიწერიათ დევნილთა უღელტეხილშიც არის ეგ მონაკვეთი. კი აი ეს მოდი ამას და ამ მომენტზე ამ ქართველმა მწერალმა დაწერა რომ უკან როცა ბრუნდებოდაო ქართველსო ზურგში ესროლესო აფხაზებმაო ისო დაეცა ნუ ჩავარდა მდინარეში და მდინარე მიწხედარი წაიღო. აფხაზ მწერალს რაც უნდა საოცარი იყოს ეს დამთხოვა არ არის, რაღაც არის ამაში ლოგიკა, აქვს იგივე, ოღონდ ამ შემთხვევაში აფხაზი გადმოდის და პირველი ის მოდის და მოაღვინო და კიდე რაღაც, ხო და როცა ბრუნდება ქართველებმა ესროლეს და დაეცა ისა და წაიღო მდინარე. ხო მე მაშინ თქვი რაღაცო ეს ფაქტი ბევრმა იცის და არ ყოფილა ზურგში არ უსვრიათ. ამათ აფხაზებში რომ ესეთი მოთხრობა დაიწერა, მეც არ ვიცოდი. ამაზე ხმაური ატეხა იმ ვიტალი შარია, იმიტომ ვახსენე ვიტალი შარია და მან თქვა, რომ როგორ შეიძლება ჩვენ ვიცითო ასეო, მაგრამ წარმოიდგინეო ქართველი წერალი ამას წერს, აფხაზი ამას წერს, რომ სიკვდილით მე რა კარგი ვარ და აი მტერი რა საზიზღარია, მან მოკლა ეგ. როდესაც იმ წერალს ვკითხე, რატო გააკეთა ეგ მეთქი, მან მითხრა, გურამო ჩვენო პოლიტიკა არ იციო. პოლიტიკურად თუ არ არისო სწორი ეგაო, რომ შენ რო დაწერო, რომ ის გამოუშვეს ცოცხალი.